დღეს ალბათ ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა მთელი მსოფლიოსთვის არის, თუმცა ისიც აღარ ვიცი უკვე რამდენად მნიშვნელოვანია, მაგრამ ფორმალურად მნიშვნელოვანი. სტამბოლში მოლაპარაკებები, რომლებიც უნდა გაიმართოს 3 წლისა და 2 თვიანი პაუზის შემდეგ იმავე ადგილას შეხვდებიან ერთმანეთს მხარეები. რუსეთის მხრიდან ცნობილია დელეგაციის უკვე გუში საღამე იყო. ცნობილი შემადგენლობა ისევ იგივე ხელმძღვანელი ეყოლება თანაშემწე რუსეთის პრეზიდენტის ბატონი მედინსკი და წარმოდგენილი არის რუსეთი მინისტრების მოადგილეების დონეზე უმეტესწილად უკრაინის დელეგაციაში თქვათ მინისტრები არიან და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ჩვენთვის ცნობილი ერმაკი, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან რუბიო და უოტკოპი სპეცწარმომადგენელი ამერიკის პრეზიდენტის ახლო აღმოსავლეთში მიიღებს მონაწილეობას ამ მოლაპარაკებებში. ფაქტია, ჩვენი გაცემის პირველი ნაწილის სტუმარი გახლავთ დემურ გიორხელიძე, ბატონო დემურ, დიდი მადლობა რომ მობძანდი და როგორი კუთხით მინდა რომ ამ თემაზე ვიმიჯოთ. ახლა მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, ახლა სადილის შემდეგ უნდა გაიმართოს და ამიტომ ეს პროგნოზები უმადური საქმეა, მაგრამ რაღაცები არის, რაც არის ფაქტები, რომლებიც არის თვალნათელი. ჯერ ერთი ამ მოლაპარაკებებმა რატომ გადაინაცვლა საუდის არაბეთიდან სტამბოლში, თუმცა ჯერ სტამბოლში იყო და შემდეგ ეს 3 წლის და 2 თვის შემდეგ ისევ სტამბოლში დაბრუნდა. ჯერ მეორე ჩვენ არ ვიცით საერთოდაც საუდის არაბეთში ამერიკულმა და რუსულმა მხარეებმა რაზე მოილაპარაკეს და რასაკეთებდა კიდევ ჩინური მხარეს და რა ტიპის მე გამჭვირვალედან ინფორმაცია ამის შესახებ არ მიმიღია, ისეთი ოფიციალური ინფორმაცია დაწვრილებით შეგვიქმნიდა შტაბ-ეჭდილებას და შემდეგ 3 წელი და 2 თვე გავიდა პირველი შეხვედრიდან სტამბოლში და ამ პერიოდის განმავლობაში ეს უკვე ფაქტებია მხარეებმა დასავლეთი ცალ-ცალკე თავისი ვექტორებით ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, რუსეთი, უკრაინა რა მდგომარეობაში იყვნენ 3 წლისა და 2 თვის წინ და რა მდგომარეობაშია ნახლა, ვინ რა მოიგო და რა წააგო ამ ხნის განმავლობაში. მოგესალმებით, ვფიქრობ, რომ ძალიან რთული მდგომარეობა რეალურად რიადში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, რაც მე შევძელი რომ ქვეტექსტების დონეზე მაინც მივხვდარიყავი, მთავარი მოხდა ის, რომ რუსეთ-ამერიკული ერთობლივი 6 ჯგუფი მუშაობს. ისე მუშაობს ისინი, ხო, ძალიან სერიოზული სპეციალისტების დონეზე. ეს არის არქტიკის საკითხი, უსაფრთხოების საკითხი, კიდე რა თემებია დაახლოებით გლობალურ პოლიტიკას ეხება, მაგრამ ძირითადი აქცენტი რაზეც კეთდება, ეს არის შეთანხმება დიდ სახელმწიფოებს შორის. ეს შეიძლება ცალსახად ითქვას და მთელი ეს უკრაინული პროცესი ეს არის ზეწოლა რუსეთზე. მოდით დავალაგოთ, ახლა უკვე აშკარად არის. ამაზე უფრო უკეთესი, როგორც დასავლეთს ეგონა რუსეთის დასამარცხებლად და გასანადგურებლად დრო არ ეგონათ. სტრატეგიული გათვლებით და ასე შემდეგ, თუ კი ბჟეზინსკის იდეას გაყვებოდნენ და უკრაინა გამოყენებული იქნებოდა რუსეთის წინააღმდეგ, ეს აუცილებლად რუსეთი არ იყოს ძლიერი. დიახ. მით უმეტეს 90-იანი წლების ქვესკნელის მერე, რომელიც უზარმაზარ ქვეყანას გაატარეს, არ ეგონათ კორუფცია არანორმალური, ბანდიტიზმი, კრიმინალი, ეს რუსეთის უბედურება, პლუს ხელისუფლება უპასუხისმგებლო, ძარცველი რუსი ხალხისა და ფაქტობრივად არ შემძლე რომ კოლოსალური რესურსები იქნას ქვეყნის წარმატებაზე ორიენტირებული, პირიქით ძარცვაზეა ყველაფერი, გასაგები აწყობილი სქემა იყო და ამ დროს დაიწყო ის, რაც დაიწყო უკრაინაში და უცებ რა იყო? ბადემ, თუ შეიძლება აქვე ვიტყვი, ეს იქნება საინტერესო, ვფიქრობ ჩვენი მაყურებლისა და ამ მსმენელისთვის. 2008 წლის ომის შემდეგ მე აქტიურად წერდი მასალებს რუსებთანაც და მათ შორის სამხედრო ექსპერტებთან. მათ გამოუშვეს წიგნი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, აგვისტოს ტანკები, სადაც შეფასებული იყო რუსეთის მხრიდან სამხედრო მოქმედებები. იქიდან დაიწყო რუსეთის სამხედრო მოდერნიზაცია. და იქ იყო ნაჩვენები, თუ რაოდენ გაუმართავი იყო რუსეთის სამხედრო მაგრამ მე ინტერვიუ წავდა შემდეგ რომ 40% თუ 60% ახლა ზუსტად აღარ მახსოვს, მას არაფეთქდა
არც ნაღმების არჭურებს, ანუ ეს იყო დაჟანგებული ბომბების, ანუ არაფერი 40 თუ 60 ძალიან მაღალია და შემდეგ ამითი მათ გამოიტანეს ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი ჩვენზე მოისინჯა. მოდით ასე ვთქვათ, მაშინ ქართული ჯარი გაწვრთნილი იყო ამერიკელი საზღვაო-ფეხოსნების მიერ, ეს ყველაზე ძლიერი ნაწილები არიან პროფესიული თვალსაზრისით და მცირერიცხოვანი, მაგრამ მომზადებული, ომისთვის მომზადებული, მოდით პირდაპირ. ჩვენი კონტინგენტი უკეთესად იყო მომზადებული, აღჭურვილი და მოდით ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკური უზარმაზარი ძვრა მოხდა მსოფლიოში საქართველოს უზარმაზარი დანაკარგის ხარჯზე. ეს იყო გადატრიალება ორი მხრივ. რუსეთმა ნახეს, რომ ფაქტობრივად ისინი განადგურებული იქნებიან ამ კონდიციის მქონე არმით, და რუსები ყოველთვის ძალიან ძლიერი მეომრები იყვნენ. ჩვენც არ აგვიშავდა, რაც მოხდა, ცოტა მივიყავით კი ჩვენ არ აგვიშავდა, რა თქმა უნდა, და მეორე ის იყო, რომ მსოფლიო გეოპოლიტიკაში მოხდა პრეცედენტი, როდესაც ომის შემდგომ პერიოდში ქვეყანა შეიჭრა მეორე ქვეყანაში და მსოფლიოს მთავარი მოთამაშეების და მთელი სამყარო აბსოლუტურად მომზადებელი აღმოჩნდა ამ რეაქციის გამო. გასაგებია, მას ჰქონდა თავისი მიზეზები, არის როგორც მოდი ასე ვთქვათ, თუ ჩვენ პოლიტიკურ სიტუაციას წონით, იყო საბაბები, იყო მიზეზები, იყო განპირობებული პოლიტიკით, საერთაშორისო პოლიტიკით, რა იყო ნატოს გაფართოება, ერთადერთი მომზადება რუსეთზე თავდასხმისათვის, სხვა და ჩვენ დაუსაუბედუროთ, რუსებმა ყველაზე დიდი რეაქცია მისცეს მაშინ, როდესაც დაისვა უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი, ჩვენ უნდა ვიცოდეთ. კი, როგორ ბუხარესტის სამიტი 2008 წელს ისინი მიხვდნენ, რომ თუ ეს მოხდებოდა, რუსეთი უბრალოდ დამთავრებული იქნებოდა. ესე იგი, უკრაინაში რა მოხდა? მოდით ესეც, რა თქმა უნდა, ეს თავიდან ბოლომდე პროვოცირებული იყო, თავიდან ბოლომდე, მაგრამ რუსების დაზვერვის და სტრატეგიული სამსახურების შეცდომა იყო, რომ მათ ეგონათ ის, რითაც დაიწყეს ეს ოპერაცია. საკმაოდ მსუბუქად შევიდნენ, ხარკოვისკენ გაემართნენ ყოველგვარი საჰაერო დაცვის და იმის გარეშე, საკმაოდ 400-500 კაცადმე უცებ დაკარგეს და იმედი ჰქონდათ, როგორც შემდეგ გამოჩნდა, რომ ამის შემდეგ ისინი მიუჯდებოდნენ მალგიდას და პოლიტიკური გზით მოხდებოდა ის მთავარი, რაც რუსებს უნდოდა, უკრაინის ნეიტრალიტეტი, ხელისუფლების შეცვლა, კი ბატონო. ხელისუფლების შეცვლა, რა თუ ნეიტრალურია ქვეყანა და თუ დონბასში და ლუგანსკის ოლქებში, ეს მერე. ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში რუსული ენის და ხალხის და ასე შემდეგ, ხო? მეტი, მაგრამ დასავლეთმა ეს არ დაუშვა უბრალო მიზეზის გამო, ეს იქნებოდა რუსეთის პოლიტიკური გამარჯვება. შევიდნენ მოლაპარაკება, მიიღეს ის, რაც უნდოდა და ყველაფერი დასრულდა. დააკვირდით ერთ რაიმეს, ქართველები არ აქცევენ ამას ყურადღებად. მინსკი 1, მინსკი 2. სტამბოლის მოლაპარაკებები უკვე კონფლიქტის დაწყების შემდეგ არც ერთ მათგანში ოდნავათაც კი არ იყო საუბარი იმაზე, რომ უკრაინა 1 კვადრატულ მეტრსაც კი დათმობდა რუსეთის გამორიცხული. იყო ნეიტრალიტეტი. მაგრამ ყირიმი უკვე, ხო, ყირიმი უკვე სხვა ყირიმი არ შედიოდა, ყირიმის გარდა. ყირიმი არ შედიოდა და ყირიმი რატომ მოხდა, ესაც კარგად უნდა გვესმოდეს. მოხდებოდა კიდეც, რა თქმა უნდა. მოხდებოდა, რატომ იცით, როდესაც გაცხადებული იქნა და რუსები მიხვდნენ იმას, რომ ამერიკის მე-6 ფლოტის ბაზა სევასტოპოლი იქნებოდა, რაც ამთავრებდა რუსეთს ყველანაირად. აი, მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, ამიტომ არაფერი არ ხდება ასე დიდ დონეზე. ამიტომ მოდით ისევ დაუბრუნდეთ თქვენ თავარ კითხვას, ეს ფონია, ხო? კი, ეს ფონია. აღდგენა დღეს სტამბოლის მოლაპარაკებისა არის წმინდა ფორმალური ხასიათის.
ეხლა მე ახსნი რატო ფორმალური ხასიათის იმიტომ რომ ღიად თქვათ ის რომ დასავლეთი და შეერთებული შტატები ჯერთი დამარცხდნენ უკრაინაში აშკარად დამარცხდნენ უბრალოდ ვერ მიაღწიეს ვერანაირ მიზანს და რაც კი მიაწოდეს კოლოსალური რაოდენობის ტექნიკა და ასე შემდეგ ფაქტობრივად არ გამოდგა შედეგის მომტანი და მეორე დამარცხდა ამერიკის ინიციატივა სამშვიდობო მოლაპარაკებების თაობაზე. ეხლა თავს თუ მოვიტყუებთ ჩვენ, თორე მთელი ამერიკული სერიოზული ანალიტიკოსები, ცენტრები ყველა ამას ამბობს, რომ ტრამპის ინიციატივა სამშვიდობო მოლაპარაკებების მხრივ ჩაიშალა, იმიტომ რუსებმა უარყო ყველაფერი. მაგრამ საქმე რა შეიცით რუსეთსა და ამერიკასა და რუსეთს შორის სხვა ურთიერთობები აქვთ რუსებს არაფრით არ აწყობს რომ მათი რომ იტყვიან გამოისობით პირდაპირ თქვათ შეერთებული შტატები შერცხვენილი და სახედაკარგული წავიდეს აქედან ამას ამერიკელები აუცილებლად ცუდად დააბრუნებენ ესენი სხვანაირი ხალხია ამიტომ ეს მოლაპარაკებებზე თანხმობა არის ფაქტობრივად თანხმობა ტრამპის ინიციატივაზე, თუმცა ტრამპს გაუგორეს ჟარგონით რო ვთქვა? მოდით ასე ვთქვა, დიახ გაუგორეს, ყველაფერი გაკეთდება, მაგრამ არა იმ დონეზე, როგორც ტრამპი ითხოვდა. ხო ხედავთ, ზელენსკიმ ჩავალდა პუტინს უპირობოდ დაველაპარაკებიო. თქვენ წარმოიდგინეთ, რა კრახი იქნებოდა რუსეთისთვის, რუსეთის პრეზიდენტი იქ რომ ჩასულიყო. ეხლა და არ ჩავიდოდა ეს ხო გასაგებია და ზელენსკისთან არ არც ლავროვი არ ჩავიდა. ამიტომ მედინსკი ძალიან ჭკვიანი პიროვნება სხვათა შორის ერთ-ერთი უახლოესი გარემოცვა პუტინისა და ისინი აგზელებენ იმას რაც შეწყდა და მაშინ რომ მისულიყო ის ბოლომდე უკრაინის არც ერთი კვადრატული მეტრი არ იქნებოდა დაკარგული გამორიცხულია არის ეს 17 პუნქტიანი კია შეთანხმება ყველაფერი ყველა მხარემ ორივე მხარემ მოაწერა ხელი ორივე თანახმა იყო და მე თქვენ გახსოვთ თქვენ ის ჯონსონი რო ჩავიდა კიევში თუმცა მე მგონი ჯონსონს აბრალებენ ხოლო ჯონსონის გადაწყვეტილებაც არ იქნებოდა ეს იყო კოლექტიური გადაწყვეტილება რომელიც გაახმიანა ეხლა რაც უნდა ველოდოთ დღევანდელ სიტუაციაში რაიმე სახის სამშვიდობო მოლაპარაკების მიღწევა შეუძლებელია უბრალო მიზეზის გამო. უკრაინის ძალიან შორს არის შეტყობილი საქმე. ეს არის უკანასკნელი შანსი რუსეთის დამარცხებისა, თუ ამას დასავლეთი ხელიდან გაუშვებს, მან შესანიშნავად იცის, რომ ათეული წლები ამ სიტუაციას ვერ მოაბრუნებს. ამდენად რა კი უკრაინის რესურსი ჯერ ამოწურული არ არის. მას მიაწოდებენ ყველაფერს, ხადია საუბარი იქნება ვითომ მშვიდობაზე და ასე შემდეგ, მაგრამ არანაირი მშვიდობა არ იქნება და თქვენ თუ მიაქციეთ ყურადღება, ბოლო დღეებში დასავლურ პრესაში ძალიან სერიოზული შეშფოთება და პირდაპირ წერენ, რომ რუსეთი ნატოს წევრ ქვეყანას დაესხმება თავსო, რუსეთი უზარმაზარ კონცენტრაციას აკეთებს ჯარისა ფინეთის საზღვარზე. ფინელების ბრალია რა თქმა უნდა ფინეთიდან უკრაინის სასარგებლოდ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა მათ შორის დრონები იქნა გაშვებული ცნობილი ჩრდილოეთის აეროპორტი დაიბომბა სამხედრო და ასე შემდეგ მაგრამ ეს სულ უახლოესი ამბებია რომ დიდი შენაერთი კეთება არ იყო იქ არაფერი ფაქტობრივად ეხლა უკვე დიდი ნაწილების თავმოყრა ხდება გარდა ამისა მთელ 1000 კილომეტრი ამ ფრონტზე ნელა მაგრამ არ წყდება საომარი მოქმედებები და ნელ-ნელა მეთოდურად რუსეთი მიიწევს წინს. ეხლა მოდით ასე ვთქვათ, რატო ჩქარა არ მიიწევს? პარალელური პოლიტიკური პროცესია. ბანდემერ რეკლამის გამო მცირე ხნით უნდა შევწყვიტოთ, ჩვენ მალე დავბრუნდებით, დაგველოდეთ. სთან ერთად. ფოთეში ბრუნდებით და მოგწავებთ ჩვენს სტუმართან დემო გიორგიძესთან ერთად. ბანდემო რა ნელა მიიწევს და აშკარა არის რომ ნელა მიიწევს. თავდაპირველი გასვლა მე მგონი ცოტა შეეშალა. ჩვენ ძალიან მალე გამოვიქეცით.
ხოლო უკრაინელებმა ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა მე ჩვენც არ ვაკნინებ, ჩვენ ციერიცხოვნები ვარ და კრიტიკულ მომენტშიც ხვდები, როსაც არ აჯობს, გაცლაჯობს, შემდეგ თქვენი გადაცემის მსმენელს როსრული წარმოდგენა გქონდეს, ეს არ არის ვიღაც ბოროტი ზელენსკის მიერ წამოწყებული ომი. მოდით პირდაპირ ვთქვათ, ეს არის უკრაინელი ხალხის ომი. რომ არა უკრაინელი ხალხის ასე იყო იდეოლოგია, რა მნიშვნელობა აქვს. დღესაც კი მიუხედავად არანორმალური მსხვერპლია, თითქმის 2 მილიონამდე ჯარისკაცია დაუბრუნდა დასახიჩრებული დასახიჩრებული სხვა არის საუკეთესო სამხედრო სტატისტიკით 1/3-თან, ანუ ერთ გარდაცვლილის 3 დასახიჩრებულ დაჭრილი გამოდის. ხო, ესე იგი კოლოსალურია, ხო? უკრაინელი მებრძოლები უარზე არიან მშვიდობაზე. უარზე არიან რაიმე დათმობაზე. ამიტომ ეს განწყობა კარგად იცის დასავლეთმა და ბრძოლის რესურსი კიდევ არსებობს. ნახეთ, ბოლო პერიოდებში ამერიკის პრეზიდენტმა დაიწყო გახმაურება საკმაოდ მკვეთრი სახით, რომ რუსებს მთელი უკრაინა უნდათ. სწორია. ამ დროს რუსებმა მიანიშნეს, რომ არანაირი უკრაინის გაყოფა არ მოხდება. ღიად მიანიშნეს. ამიტომ დააწვა რომ იტყვიან ტრამპი ამ თემას, რომ უკრაინელებს, ესე იგი რუსებს არ უნდათ მოლაპარაკება და რუსებს ეხლა აბსოლუტურად არ აწყობთ მოლაპარაკება. ამიტომ ისინი კიდე გეუბნებით, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა დგას ამ შემთხვევაში ყველაზე მაღლა. ამერიკელებისთვის და რუსებისთვის, რუსებს სხვასთან არავისთან არაფერი შესათანხმებელი არ აქვს. ნახეთ ბოლო მე ყოველდღე ვაკვირდები ყველა მთავარ ევროპულ გამოცემას, ნახეთ ყველაფერი, რაზეც საუბრობენ ევროპაში არ რეალიზებულია, იმიტომ რომ პირდაპირ დაიწერა, რომ ევროპელებმა აღმოაჩინეს, რომ მათ არაფერი არ შეუძლიათ იარაღის წარმოების სფეროში. ტრამპი კი ამბობს, მთლიანი შიდა პროდუქტის 5% წავა თავდაცვაზე. ხო, სწორია. ეს ნიშნავს, რა კი შენი წარმოება არა გაქვს, 5% ცვლის ევროპას კლასიკურმა ევროპამ, რაც შესანიშნავი დალაგებული, რომ იტყვიან გარემო შექმნა, ხო სწორია, კანონიერება, თამაშის წესები, სოციალური და ასე შემდეგ, 5% არის კოლოსალური ევროპული მასშტაბით, აიღეთ თუ გნებავთ დღევანდელი 1.5 და 1%, 5% და თქვენ წარმოიდგინეთ, მთელი ეს თანხა უნდა წავიდეს და შეერთებულ შტატებში შეიძინონ ყველაფერი, რაც სჭირდებათ. არადა ევროპული ნატოს წევრი ქვეყნები საცავით დაცარიელებულია იარაღისგან. მართლაც არანორმალურად დიდი რაოდენობით მიეწოდა. ეს კი არა გასაგებია ეს. ამერიკა ალბათ მიზამიმართლოდაც აცარიელებდა, სულ რომ უნდათ რომ მიაწოდეთ. არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ მარაგების და სერიოზული სტრატეგიული, რომ იტყვიან, მარაგების გარეშე ვერ დარჩებიან ქვეყნები, ვერც ერთი ქვეყანა და აღმოჩნდა, რომ იგივე ის ნაქები ჰაიმარსები, იგივე ის F-16-ები და ასე შემდეგ დროს უკვე აღარ შეესაბამებიან. ამდენად უკრაინის ამ ტერიტორიაზე მიმდინარე კონფლიქტმა შეცვალა მთლიანად დამოკიდებულება ომისადმი. ყველა დიდი მწარმოებელი იარაღისა სერიოზული სპეციალისტების დონეზე უკრაინაში არიან და თავიდან ბოლომდე აკვირდებიან ყველაფერს. და შესაბამისად ხდება მოდერნიზაცია იმ იარაღისა. ამიტომ უკრაინის ამბავი, უკრაინა გაიწირა ფაქტობრივად, რა კი შედეგი არ დადგა, როგორიც უნდა. შედეგი უნდა დამდგარიყო ერთი მარტივი. ამხელა დახმარების შემდეგ უკრაინაში რუსები წაიფორხილებდნენ, სცენარი გარკვეული იყო, მაშინ ნატო წაფორხილებულ რუსებს ბოლომდე
ამოაძრობდა რომ იტყვიან სულს. მე მართალია კარგად მახსოვს ის რეაქციები, მათ შორის თქვენ გადაცემაშიც იგივე სხვაგან, რომ მე ვამბობდი, რომ ახლა ჩემი თაობის კაცმა მით უმეტეს ეკონომიკაში და ფინანსებში რაღაც დონეს მიღწეულმა კაცმა ხო ვიცი, როგორ შეიძლება მე არ ვიცოდე რუსეთის ეკონომიკა, ფინანსები, არ ვიცოდე რუსეთის ისტორია, არ ვიცოდე მათი ბუნება. მე ვწერდი, რომ ეს ყველაფერი შეცდომა და არიქა რუსების არა კაცო, რუსების მადიდებელი კი არა ვარ, ჩემი სახელმწიფოა საქართველო და მან ზუსტად უნდა იცოდეს რუსეთი რაც არის და როგორიც არის, მან უნდა იცოდეს თურქეთი, მან უნდა იცოდეს ირანი, მან უნდა იცოდეს ამერიკა, მან უნდა იცოდეს ევროპა, საქართველოში ჩინეთი უნდა იცოდეს, საქართველოში არც ერთი ქვეყნის პროფესიონალი სპეციალისტი არ არის. არის მხოლოდ იდეოლოგიზირებული, აი შლაკი, აბსოლუტურად არასერიოზული ადამიანები, რომლებიც რაღაცებს თითქოს და ექსპერტობენ, მაგრამ ის არ არის პროფესიული დონე, ის არის ძალიან სამარცხინო დონე, სამწუხაროდ ქართული სამეცნიერო საზოგადოებისთვის, რომელიც ძალიან დაკნინებულია, თუმცა ჯერ კიდევ მოbrunება რაღაცებიცა შეიძლება. ესე იგი მე შემიძლია გითხრათ თქვენ კითხვაზე საბოლოოდ რომ არავითარი მშვიდობა არ იქნება, რესურსი იქნება ამოწურული. დღეს ევროპას რომ შეეძლოს და მზად იყოს იმისთვის, რომ რასაც აპირებს ის დღეს შეეძლოს გაეკეთოს, ანუ რუსეთს დაეჯახოს, მაგრამ არ არის ამისთვის მზად, შეუძლებელია ნატოს მეშვეობით რუსეთის დამარცხება, ვისაც უყვარს ნატო, არ უყვარს, მე არავინ არ მეყვარს, მე მიყვარს მხოლოდ ჩემი ქვეყანა. დანარჩენს აღვიქვა მოცემულობას, არავის მიმართ სიმპათია არ მაქვს, იმიტომ რომ მე ჩემი ქვეყნის მომავალი მინდა, ჩემი სახელმწიფო მინდა, ეს ფანტასტიკური კულტურა მინდა, იმ გზით, რასაც საქართველო დაადგა, რასაც საქართველოს ხელისუფლებები აკეთებენ, უკანასკნელი 32 წლის განმავლობაში არის ქვეყნის და სახელმწიფოს დასასრული და მე კი ეს არ მინდა რომ მოხდეს, ამიტომ ყველანაირად შევებრძოლები რაც კი შემეძლება. ესე იგი, არ მოხდება, დროის მოგება უნდა ყველას, ევროპას ჭირდება გადაიარაღებისთვის, ასევე ჭირდება შეერთებულ შტატებს მოდერნიზაცია ბევრი რამისა, იმიტომ რომ სხვაგან წავიდა ყველაფერი. ამასობაში რუსებიც არ არიან გაჩერებული, იმიტომ რომ რუსები მიხვდნენ რომ მათი განადგურების საათი დადგა. ან ახლა გადარჩებიან და ევროპისთვის კოშმარია თუ რუსებმა მართლა დაიწყეს დალაგება საკუთარი ქვეყნისა. მათ უზარმაზარი მეხუთე კოლონა ყავთ, მავნებლების ჯოგი ფაქტობრივად. წარმოიდგინეთ თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ქვეყანა ასე თუ ის შიგნით ხო იცოდნენ რომ პროვოცირება ხდებოდა და უკრაინაში უნდა შესულიყვნენ. 300 მილიარდი ვინ ჩატოვა? ვინ ჩატოვა? ეს ასწავლი ამბავია ხო, რატო უნდა ჩატოვა? კიდე ერთი. რაც სამხედრო ოპერაცია დაიწყო, მთელი სამხედრო სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს უამრავი მაღალჩინოსანი ციხეში. 20 მილიარდი დოლარია მარტო დაფინანსება გამქრალი თავდაცვის სამინისტროთან. არაფერს ვამბობ სხვა რამეებზე, გენერალიტეტი სერიოზულად არის აღრენილი, რომ იტყვიან, საუბრობენ რომ მოსალოდნელია რევოლუცია რუსეთში, რატომ? შეუშვეს უკრაინაში სამხედროები და მოსკოვიდან დაბლოკეს ყველა ოპერაცია, რომელსაც სამხედრო თუ შენ იწყებ ომს, დანარჩენს გეგმავენ სამხედროები. ხო სწორია? აბა ეხლა საქართველოში რაც მოხდა, ქალაქის მერი და განათლების მინისტრი არც ერთი იყო მერი და არც მეორე იყო განათლების მინისტრი და გორიდან ხელმძღვანელობდნენ, სრული კატასტროფა იყო, ხო? ასე ვერ იქნება დიდ ქვეყანაში სამხედროები, გეგმავენ არ მიცეს უფლება, რამაც საშინელი მდგომარეობა შექმნა, განწყობები გენერალიტეტში, ბევრი დაიჭირეს და მოხდა
ისე რომ ესენი არასდროს არ ძოდნენ ერთად, მაგრამ ყველაზე პატრიოტული სამხედრო ელიტა ითვლებოდა ისტორიულად რუსეთში, არის მეორე ძალიან ძლიერი ელიტა, სპეცსამსახურების ელიტა და არის მესამე ელიტა, ლიბერალური ბლოკის ხალხი, რომლებიც ფინანსურ ეკონომიკურ სფეროს განაგებენ ეროვნული ცენტრალური ბანკის ჩათვლით. ეს სამი ელიტა რაღაცნაირად არსებობდა, მაგრამ მას შემდეგ რაც ამ ოპერაციის შემდეგ სპეცსამსახურების ელიტა დაუპირისპირდა სერიოზულად სამხედრო ელიტას და ორივე ფაქტიურად არ ეხება ამ მესამე ელიტას, იმიტომ რომ საქმე იმაშია, რომ პუტინი როცა მოყავდათ სათავეში, მას დაუდეს პირობა, რომ ეს ელიტა, ანუ ელცინის დროს ჩამოყალიბებული გაიდარ ჩუბაისის ჯგუფი და ასე შემდეგ არ შეაერეოდა პოლიტიკაში და პოლიტიკიდან პუტინის ჩარევა ამ სფეროებში არ უნდა მომხდარიყო. მხოლოდ სპეცოპერაციის დროს პირველად ჩაერია ამ რუსეთის პრეზიდენტი, იმიტომ რომ ფულთან იყო საჭიროება. ხო სწორია, ამიტომ ნელ-ნელა აიღო, რომ იტყვიან მეტნაკლებად, თქმა იმისა, რომ ის აკონტროლებს მთლიანად ამ ლიბერალურ ელიტას არ შეიძლება, იმიტომ რომ მათი პატრონები გარეთ არიან. ასეთი რომ იტყვიან კოშმარული სახელმწიფო ელიტები, სამი ელიტის მეტი არავინ არ არის რუსეთში, რომ ვიცოდეთ ჩვენ კარგად, ამიტომ დაკვირვება უნდა შიგა პროცესებს. თუ რუსები ოდნავ მაინც წაიფორხილებენ, ისე როგორც მათ წარმოუდგენიათ, მათი ყველაზე დიდი საფრთხე არის რუსი ხალხი. აი ამის რომ არ იშინოდეს პუტინი საკმაოდ დიდი უბედურებაა რუსეთისთვის პირდაპირ რო ვთქვათ, იმიტომ რომ ის რაც ხდება 65 წლის განმავლობაში ოფიციალურად $1 ტრილიონი გატანილი პუტინის ნებართვით, $1 ტრილიონი მოსკოვიდან ვლადივოსტოკამდე ტრასა არა გაქვს გაჭიმული, ის არა გაქვს გაკეთებული, სადმე გაქვს, იმიტომ რომ კანონები აქვს. ვერაფერი კომუნიკაცია შენი სავალიდო ფონდის მიერ ნაკარნახები, ისინი კანონები აქვს, როგორი ნავთობიდან შემოსული დიდი თანხები არ უნდა მოხმარებოდა რუსეთის ეკონომიკას. ესე იგი რა იცით, რეალობა როცა გინდა იცოდე, შენ უნდა ჩახედო ისეთ რამებზეც, რაზეც ეხა ვინუშტით ხელს მოახმარ. რაზე აგებულია ეს ყველაფერი, ხომ? ამიტომ ეხლა არის აბშკარად რუსულ საზოგადოებაში შეინიშნა ეს, რომ ამ ხელისუფლების მიმართ როგორც გაძარცვეს რუსეთი და დააკნინეს რუსეთი და ღიად საუბრობენ უკვე ძალიან ცნობილი აკადემიკოსები, ისეთი არის, მაგალითად არის ბაშკირი წარმოშობის, მაგრამ მოსკოვის ლომონოსოვში ძალიან ძლიერი აკადემიკოსი, რომელიც მექანიკაში მუშაობდა, რახმატულინი, მე სხვათა შორის უშუალოდ ამ სფეროში არ ვიყავი, მაგრამ რაღაც შეხებები იმ სფეროში, სადაც მუშაობდი, მის ნაშრომებთან მქონდა, მრავალფაზურ სისტემებია და ასე შემდეგ. ღიად ამბობენ, რატომ არიან ებრაელები მხოლოდ ოლიგარქები, მილიარდები რუსეთის სახელმწიფოში, სადაც რუსები უფრო მეტია. კიდე სხვები აიღეთ, იგივე ამოიღეს ახლა არქივებიდან ძველი მასალები, სადაც ცნობილი ადამიანები ღიად აკრიტიკებენ პუტინს და ამ ხელისუფლებას. ამიტომ რთული პროცესი მიდის იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებამ რუსეთში შეინარჩუნოს თავი, მან დამარცხების რომ იტყვიან განწყობა არ უნდა გაუჩინოს ხალხი, თორე კიდე გეუბნებით, რუსები ის ხალხია, რომელიც მერსედესებიდან გადაჯდებიან, ჩაიცმევენ ჩეკმებს და ასე შემდეგ. ბუშლატას, დიახ, ტელეგრეიკას რასაც უძახიან და დადგებიან, იბრძოლებენ საშინლად. ამიტომ
რთული პროცესი მიდის, უნდა დავაკვირდეთ. მე გითხრათ სიმართლე ჯერ კიდევ ყველანაირ დაძაბულობას წინ მოველი, იმიტომ რომ აი რას გულისხმობთ ყველანაირ დაძაბულობაში? დაძაბულობა არის ის, რომ ნატო დაესხმება ნატოს წევრი ქვეყნები რუსეთი დაბომბავს თქვა ჯერ ვერ დაესხმება თავს, გააჩნია რა ტიპის, აი ნახეთ, ეხლა უკვე დაიწერა, რომ გერმანიის ნეონაცისტური ნაწილი ჩავიდა უკრაინაში. გასაგებია, მიიღეს როგორც ჯარის შემადგენლობაში, ეს არ ითვლება ეხლა როგორც გერმანიის მონაწილეობა არა. იქ კერძო პირები, რომლებიც ნეონაცისტები ჩავიდნენ და გახდნენ რეგულარული არმიის წევრი. გასაგებია, რომ ეს უფრო პოლიტიკური შეფასების დონეა, ვიდრე რაიმე გადამწყვეტი, მაგრამ აქ არის მთავარი მომენტი, რა ტიპის დახმარებაზე წავა ნატოს წევრი ქვეყნები, მინუს ამერიკა. ხლიათ ვამბობთ, ამერიკა მხოლოდ მოამარაგებს იარაღით და ფულს გააკეთებს, რა თქმა უნდა, მაგრამ ევროპის ქვეყნებში ამ ელიტაში, რომელიც არის დღეს და შემთხვევით მოყვანილი ელიტები არ არის, ისინი თუ მათ გადაწყვიტეს რაიმე ჯარის შეყვანა, იმ მოტივით თითქოს რომ სამშვიდობო ესენი იყოს, ჩათვალეთ, რომ კონფლიქტი გარდაუვალია. მაშინ რუსები მე 2022 წელსაც დავწერე, თუმცა საშინელი რეაქცია ჰქონდათ, იმიტომ რომ მე კარგად ვიცოდი მთავარი რამა, რატომ მოხდა ეს კონფლიქტი. ამ კონფლიქტის ერთადერთი მიზანი იყო რუსეთის განადგურება. უკრაინა აქ მხოლოდ საშუალება იყო. ეს დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. ან ახლა, ან და მაშინ ევროპელები, ევროკავშირი შეეგუებიან ძალიან მძიმე მდგომარეობას მათთვის, იმიტომ რომ ფეხზე დამდგარი რუსეთის ფონზე ევროკავშირი, ნატო მინუს ამერიკის შეერთებული შტატები, ეს ფაქტობრივად ძალიან სუსტი ძალა. როგორ დალაგდებიან რუსები და ამერიკელები, ლაგდებიან, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი არის ძალიან ნედლ მდგომარეობაში. რუსებმა ისეთი წინადადება გაუკეთეს ამერიკელებს, რომ ამერიკელები სერიოზულად მე მივაგენი ერთ-ორ ძალიან ჭკვიანი კაცის შეფასებას, ამისა მაინტერესებდა რა იყო. ამერიკელებს შესთავაზეს რუსებმა არქტიკის კოლოსალური სიმდიდრეების ერთად დამუშავება. მეორე, რუსეთს უნდა თხევადი აირის სოფლიო ბაზრის 40% დაიკავოს და ამას ვერ აკეთებს ის მხოლოდ იმის გამო, რომ ამ სფეროში ამერიკული ტექნოლოგიები ჭირდება. გასაგებია თვითონაც დაამუშავებს ამას, მაგრამ ამას წლები ჭირდება და მილიარდობით დანახარჯება. და მონაწილეობას სთავაზობს რუსები ამერიკელებს. ესე იგი, მათი ტექნოლოგია უნდათ, მათი მონაწილეობა უნდათ, წილობრივი და მსოფლიო ბაზრის 40%-ის დაკავება. გასაგებია, რომ ამერიკელებს სერიოზული თავისი წარმოებაც აქვს და ეს ყველაფერი 40%-ის დაკავება იმ ფონზე, როდესაც ცნობილი აღმოსავლური ქვეყნები კოლოსალურ მარაგებს ფლობენ ბუნებრივი აირისა, რა თქმა უნდა ძალიან საყურადღებოა და მე არაფერს ვამბობ არქტიკაში დამუშავებაზე. გუშინ წავიკითხე, სრულიად ახალი ამბავია, გრენლანდიაში აღმოჩნდა ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული მიტოვებული ბაზა ყინულების ქვეშ. დიახ, იქ იყო განლაგებული ბირთვული იარაღი, იქ იყო უზარმაზარი ბირთვული საცავი არის? საცავი და ბაზა გასაგებია გრენლანდიიდან უფრო იოლია, საბჭოთა კავშირზე იყო იოლი დარტყმები. ამიტომ გრენლანდიის თემა არ მოიხსნება, მე ვფიქრობ, რომ საბოლოოდ ასეც მოხდება, მაგრამ ეხლა უკვე აშკარად ჩანს გრენლანდია რატომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. წარმოიდგინეთ თქვენ, არავინ ამის შესახებ არ იცოდა და გრენლანდიაში ყინულების ქვეშ აღმოჩნდა უზარმაზარი. ისე როგორ შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის სამსახურებს არ ცოდნოდათ რა იყო გრენლანდიაში ყინულების ქვეშ? თვითონ იცოდნენ, მაგრამ ეს ხომ არ იცოდა, მაგრამ ეხლა შეგნებულად
გამოაჩინეს ეს იმპერია. გამოაჩინეს რომ გაამართლონ ის რასაც აკეთებენ. ხო ხედავთ ტრამპი არ ცვლის ურთიერთობას დამოკიდებულებას გრენლანდიისადმი, არ ცვლის კანადისადმი დამოკიდებულებას. მე მინდა კიდევ ერთ თემას შევეხო, რომელიც საქართველოში აბსოლუტურად არასწორად ესმით და მე მაკვირვებს ის რომ ქართველებს რატომღაც გონიათ რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ეს არის დაახლოებით იმ გზით მოსული პრეზიდენტი, როგორც საქართველოში მოდიან ჩვენი ველადები. ხო სწორია, ხალხის ესე იგი მობილიზები და არიქამ ხსნელი მოვიდა და არა ტრამპის ერთადერთი ვარიანტი მოსვლისა იყო ის, რასაც ახლა ებრძვის, იქაც გაყოლფილია, ეგრეთ წოდებული ღრმა სახელმწიფო deep states რასაც უწოდებენ, იქ ნახევარი ელიტა იყო ამ ელიტის მხარეს, ვინც ტრამპს უდგას გვერდით და მათი დახმარებით მოვიდა. ტრამპის საარჩევნო კამპანია დააფინანსა BlackRock-მა. ამ კოლოსალური მასშტაბის, ესე იგი, საინვესტიციო კომპლექსია უზარმაზარი. ამიტომ რა არის ტრამპის მთავარი დავალება არის და ის თან დათანხმდა, მას კიდე გეუბნებით, რასაც ამერიკაში კეთდება, ეს არის ელიტების შეხედულებათა სისტემა, მიმდინარე ცვლები. მან უნდა დაანგრიოს და მხოლოდ ასეთ ბუნების კაც შეუძლია დაანგრიოს ის რაც იყო ანგლოსაქსურ ძველ სისტემაში. მსოფლიო ანგლოსაქსური ძველი სისტემა ინგრევა, იმიტომ რომ ამ ელიტას უნდა სხვა რამ. ამ ელიტას უნდა ახალი მსოფლიო წესრიგი, დამყარებული სულ სხვა პრინციპებზე, სადაც ერთ-ერთი დომინირებული იქნება ციფროვიზია ყველაფრისა, ეს არის უსაშველოდ წარმატებული ხალხი. ის ოცეული სუპერმილიარდერებისა, რომლებიც ყველანი ფაქტობრივად ხელოვნური ინტელექტის და ამ სფეროებში არიან წარმატებულებები, შედეგი აქვს, მეცნიერებაში აქვს შედეგი, მარსის კოლონიზაცია უნდათ, მაგრამ ეხლა მთვარეზე ჩინელებმა და რუსებმა დაასწრეს, ფაქტობრივად მიითვისეს ეს, რომ იტყვიან მთვარე. ესე იგი, საუბარი არის კოლოსალურ ძვრებზე. ქართველებს მიაჩნიათ, რომ ტრამპი არასერიოზულია და ჩვენმა საცოდავმა პრემიერ-მინისტრმა დაწერა ღია წერილი და ამით შეურაცხყოფა მიაყენა და ჩაარტყა თავში, რომ იტყვიან ეხლა ცოტა კუჩურად რო ტრამპს. აი, როდესაც ასე ფიქრობ, შენ არ უნდა გიგუდეს. ზელენსკიმ რაქნა, ასე გეტყვი, მეც არ მომეწონა ის წერილი, მაგრამ ზელენსკიმ რაქნა ოვალურ კაბინეტში. და რა წააგო? არაფერი. არა, მე არ მომეწონა არც ის უკვე. არა, მე გეტყვი ტრაექტორიას. სანამ ზელენსკი მაგას გააკეთებდა, ის ჩავიდა ლონდონში, მისი პატრონი არის Mi6-ის ხელმძღვანელი არის მური, მიიღო მისგან სრული ინსტრუქტაჟი და მოაწყო ის, რაც მოაწყო. რა თქმა უნდა, პოლიტიკური თვალსაზრისით ეს იყო უაზრობა და ბრიტანეთის დაზვერვას რაში სჭირდებოდა ეს ამ ბრიტანეთს აი საერთოდ აი ის რაც ნახეთ, ხო? თუნდაც აი იგივე იმ წერილში ერთად მეორე ნაწილში ამ თემაზე მინდა ჩვენს მერწმუნართა ვისაუბრო. რაც იმ წერილში წერია კობახიძემ რაც მისწერა, ის ზუსტად ის უფრო უარესადაც არის. მეგობრებო, ვერ მივხვდი რა საჭირო ამ ფორმით ამის. რაც უთხრა ზელენსკიმ ტრამპს, ესეც სათქმელი იყო. როცა შენ ამბობ, რომ ეს ალშარა არის კარგი ბიჭი. და ის რა ქვია? კარგი ბიჭია მე. უკვე სასწაული ამბავი ხდება, ხო? ანუ მეც შემიძლია ვიყო დეგენერატი, თუ ისა უკაცრავად ამ სიტყვებს, მაგრამ ნუ ასეთი არის ხე თანამედროვე. მოდით ეხლა ყოფითი ახმა მესმის მე თქვენი მოდით არ ვამართებ, არ ვამყურებ, მოცემულობაზე ვამყურებ. მე მინდა შევაფასო ის, როგორც არის წმინდა პოლიტიკური მხარე.
ეს ჭირდებათ სირიაში, იმიტომ ეს არის ფაქტობრივად. Ამდენს კარგი ბიჭია, ხუთი რამდენი კარგი ბიჭია, წმინდა. დიახ, იმიტომ რომ მას იმდენი ბოროტება აქვს ჩადენილი და იმდენი არაადამიანური საქციელი განსაკუთრებით ქრისტიანების მიმართ თავებს აჭრიდა ხალხს, ხო? ის არის აბსოლუტურად მართვადი და ამ გეოპოლიტიკურ რთულ ვითარებაში განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში მას შეუძლია რა კი მიაღწიეს რომ ასადი ჩამოგდებული იქნა, მათ ჭირდებათ ისეთი შემსრულებელი, რომელიც ყველაფერზე წავა. გამიგეთ არა? გაუთხა ხო მე ისეთივე ხელშეკრულება მინდა უკრაინასთან რო დადევთ აი მთელ სირიას გაძლევთ ლანგაზე. უკრაინასთან ის ხელშეკრულებაც როგორია, იცით, ის ამერიკას არაფერს არ მიცემს, უბრალოდ ტრამპმა სახე მოიბანა, რომ ესე კიდე გეუბნებით შეუძლებელია, კიდე გეუბნებით ბოლო ჩემს სკოლაში ყოფნის დროს გეოგრაფია ძალიან კარგად ისწავლებოდა და იქ აბსოლუტურად წიაღისეული სადრა იყო განლაგებული, ახლა მე რაღაცები გავიხსენე, კარგად ვიცოდი, უნდა ჩავხედე იქ ყველაფერი, რაც კი არის 90% ამ იშვიათი წიაღისეული მეტალებისა დღეს რუსებს აქვს დაკავებული, დარჩენილია 10%. ხო, ის ტერიტორია რუსებს. დანარჩენი იქეთ და დასავლეთ უკრაინაში სულფატებია და სულფატები არანაირ ღირებულებას დიდს არ წარმოადგენს, ამიტომ ვერ მიღებს, მაგრამ ეს პოლიტიკა არის, სირია ეს პოლიტიკა არის და მე რატომ არ მესიამოვნა ეს წერილი, შენ ხარ ქვეყნის პირველი კონსტიტუციური პირი. და ეს ფორმა მეწარმომეწო. კიდე გეუბნებით, თუ ჩვენ ამ სისულელეებს ავყვებით, ჩვენ არ უნდა გვიკვირდეს, რატო ზის საქართველოს ნეხვში. ძალიან საშიშ ნეხვში ზის. საიდანაც ის შეიძლება ვერ გამოძრეს, თუ არ გავარღვიეთ ეს ყველაფერი. ნახეთ, თქვენ ხართ კონსტიტუციური პირველი პირი. წმინდა პოლიტიკურ შეფასებებს ვაკეთებ. კარგი ბიჭი ვინაა, ცუდი ბიჭი არ მაინტერესებს. ამერიკა არის მსოფლიოს დღეობით უდლიერესი ქვეყანა. ეს კიდე კარგა ხანს დარჩება ძალიან ძლიერ ქვეყანად. კიდე გეუბნები, თავი არავინ მოიტყუოს. ის ვისაც უნდა ამერიკის დაკნინება ჩამოაცალეს ხელისუფლებას და კი იცით თეთრ სახლს რომ LGBT ფერში შეღებავ და განათებ, დანგრევა გინდა ამერიკის აბა პურიტანების ქვეყანაში შეიძლება ეს ამიტომ მოვიდა სხვა ელიტა, ახალი სისტემა ყალიბდება. შენ ამ სისტემას ვერ ხედავ, შენ არ გესმის შეერთებული შტატების ძალა გიყვარს, არ გიყვარს, მოგწონს, არ მიგწონს, ამნაირია, იმნაირია. პოლიტიკაში ეს არ არსებობს ეს და იმის ნაცვლად ისიც კი ვერ გაგიგია რომ საქართველოს და სამხრეთ კავკასია ამერიკის ერთ-ერთი ძალიან სერიოზული პრიორიტეტია. სწორედ ამიტოა აქ ასეთი მდგომარეობები. ისინი არ დაუთმობენ რუსეთს სამხრეთ კავკასიას მთლიანად, რაღაც ბალანსები მოიძებნება, მაგრამ შენ ხარ ის ქვეყანა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესი დევს და შენ იმდენად არავინ არ ხარ პოლიტიკაში, ხას უსვამ. არავინ მიწყინოს, მომხრება, არა მომხრება, არ მაინტერესებს. შენ მოყვანილი ხარ და მთელმა მსოფლიო მიცის რომ შენ არ ხარ სინამდვილეში კონსტიტუციური პირველი პირი. არა ხარ კაცო. დღეს მოხსნეს, ხვა დღეს მოხსნიან, ხვალ დაგნიშნავენ. გაგანთავისუფლებენ. ყოველთვის ასე იყო ეს საქართველოში ტრაგედია ის არის რომ იგი არაფორმალური მმართველობის ქვეშაა და ეს მთელმა მსოფლიო მიცის. ქვეყანა რომელიც უშვებს არაფორმალურ მმართველობას, მას პოლიტიკურად არავინ არ დაელაპარაკებს. ანუ ჩვენამდე ჯობია ბიძინა ივანიშვილი იყოს ოფიციალური მე არაერთხელ გვიღია ტექსტით, რომ ქართველი ხალხი არ უნდა მოატყუოს ბიძინა ივანიშვილმა, კეთილი ინებოს და დაიყავოს, რა კი მას ნდობა ქონდა. ჯერჯერობით როგორ ჩანს აქ, ქვეყნის პირველი კონსტიტუციური პირის თანამდებობა დაი. არაფორმალური მმართველობა ისე ასამარებს ქართულ სახელმწიფოს, რომ მე კიდე გეუბნებით, მე გამოდივარ რეალობიდან, ხო? შენ იმის ნაცვლად, რომ მასთან შეგეძლოს დიპლომატიური არხებით მიღებასაც მიაღწიო, როგორ არ მიგიღებს, კაცო? შენ თუ რაიმეს გადამწყვეტი ხარ ამერიკის შეერთებულ მიგიღებს, იმიტომ რომ მის ინტერესია. მე რატომ ვიყავი გაცოფებული, როცა ანტიამერიკანიზმი დაიწყო ოპოზიციამ და ხელისუფლება აყვა ფაქტობრივად ამაში. მე ვთქვი, რომ შეწყვიტეთ ახლა თქვენ ეს არის
გამაუგნებელი სისულელე რომ რუსებთან ასე თუ ისე რაღაც ხო გაქვს საბაბი ხო საფუძველი რომ რაღაც ანტირუსული მაგრამ რაღაც სისულელის გამო ანტიამერიკულ პოზიციაზე დადგეს ქვეყანა ან გონება სუსტი უნდა იყო ან პროვოკატორი უნდა იყო იმიტომ რომ ანტიამერიკული მდგომარეობა კიდე გეუბნებით საერთოდ არ მაინტერესებს ვის მოწონს ამერიკა და ვის არა ეს არის ნომერ პირველი ქვეყანა დღეს და შენის უსუსტესი სახელმწიფო ანტიამერიკის პოლიტიკას ატარებდეს ეს არის საკუთარი თავი მე ბევრი მიფიქრია ამ თემაზე რა თქმა უნდა მე ფორმა არ მომეწონა იმიტომ რომ ამის და გაცილებით როგორ შეიძლება ეს არის დაუშვებელი სუსტობა აბსოლუტურად სხვანაირი ფორმით მით უმეტეს ჩვენი ენა იძლევა აზრის გამოხატვის ანუ ამენიდან შემდეგ რო ითარგმნება გასაგებია გამოხატვის ძალიან კარგად დათაფლულად აი არაჩვეულებრივ ყველაფრის თქმა შეიძლებოდა სრულიად სხვა ფორმით და სხვა აქცენტების დასმით მე ეს ჩემთვის ის მაგრამ ეს არ არის პოლიტიკური სულა და რა მინდოდა მეკითხა აი ეხა ამ სიტუაციაში ხე ჩვენ ვხედავთ მეც არ ვამბობ კარგია ცუდია აი ირანს ჩვენ უნდა დაუწესოთ ძალიან მკაცრი სანქციები რატომ იმიტომ რომ ირანს აქვს თავისი პოლიტიკა და არ ეუბნება აიღეთ ჩემი ქვეყანა რაც გინდათ ის გაუკეთეთ როგორც თქვენ გაგიხარდებათ სირიის ყოფილი ტერორისტი ალჯულანი რომელიც ალ-შარა გახდა ეუბნება აიღეთ სირია ყველას დავხოცა ვისაც მეტყვით ან ჩემ დახოცა აეუბნება შენ კარგი ბიჭი ხარ ხო ამიტომ შენ ცუდი ბიჭი ხარ შენ სანქციებს დაგიწესებ და ეს არაჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცო კიდე დიდხანს იქნება იქ ეხლა რეალურად რა მოხდება არავინ იცის როდის მოიშორებენ და ისევ ალჯულანობას როდის გაუხსენებენ ალ-შარას მაგრამ ახლა ასეა აქედან გამომდინარე მე ხშირად მიფიქრია და ვფიქრობ აი თქვათ აი საქართველოს ყავს უზადო ხელისუფლება და აპირებენ ყურებზე გაიარა თუ შენ არ შეასრულებ იმ ინტერესს რაც აქვს თუ ახლა არის გადამწყვეტი ბრძოლა თქვენ ამბობთ ხო რუსეთი ან ახლა და შენ აშკარად ჭირდები იმისთვის რომ იყო ფიჩხი ჭირდები ეს არ ცუდია არც კარგია შენ ჭირდები აი რაც არ უნდა დახვეწილი და უზადო იყო და ყველაფერზე თავი უქნიო რა გამოვა იქიდან რა გამოვა და მე ეს დეტალურად მაქვს რამდენჯერმე ახსნილი ვფიქრობ ხშირად იცით ამაზე დიახ მე დეტალურად მაქვს ახსნილი რა ინტერესები აქვს შეერთებულ შტატებს სამხრეთ კავკასიაში მოდი გავიმეოროთ ეხლა რაღაც საძებნი არ გაუხდეს მსმენელს თავარი არის კასპიის აუზის არანორმალურად დიდი მოცულობის ენერგომატარებლების ტრანსპორტირების გზები ევროპაში ეს ერთი მთავარი გზა და მეორე რუსეთის შევიწროება ან სრულიად განდევნა სამხრეთ კავკასიიდან ან და მისი ისე შევიწროება რომ აქ დომინირებული უფლება არ კონდეს ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ნათლად გამოკვეთილი პოლიტიკა და მე ხო ამ პოლიტიკას უნდა შევუწყო მე თუ რუსეთს შევაყრე მოდით ასე გეტყვით ეხლა რა არის რუსების ინტერესები საქართველოში რომელიც საქართველოსმა არ იციან პირველი იგივეა რაც ამერიკელებს ეს არის კოლოსალური ნედლეული ბუნებრივი აირი ნავთობი და ასე მისი ტრანსპორტირების გზების კონტროლი წინააღმდეგ შემთხვევაში მისი რესურსები იქნება ბლოკირებული და დარჩება ძალიან მძიმე მდგომარეობაში და მეორე თუ მას უნდა რუსეთის შეზღუდვა აქ რუსებს უნდათ უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ დაუშვან აქ ამერიკელების სრული დომინირება. ესე იგი, შენ არ განსაზღვრავ რუსების პოლიტიკას, შენ არ განსაზღვრავ ამერიკელების პოლიტიკას. ერთადერთი პოლიტიკა, რომელიც ამ სიტუაციაში მუშაობს, შენ ერთსაც და მეორეს უთხრა, რომ ხარ მიუმხრობელი, შენ იმუშავებ ამერიკელებთან, შენ იმუშავებ რუსეთთან, ეს ორივე უნდა იცოდეს და არა სააკაშვილივით. ჩავიდა რუსეთში, ჩაუფუჩუნა ყურში ამერიკელების შესახებ, მერე ჩავიდა ამერიკაში და რუსების და ისინი გაცვალეს ინფორმაცია და ნახეს ვისთან აქ, თუმცა თვითონ მოიყვანეს, ორივე მოიყვანა სააკაშვილი, კიდე გეუბნებით. ახლა შენ ღია ავტორიტეტი რაში ეს პატარა ქვეყნის გამო კი არა გაქვს შენ პატარა ავტორიტეტი, იმიტომ რომ პოლიტიკური არარაობა ხარ და იმიტომ გაქვს დაბალი ავტორიტეტი. შენ ღიად ერთმა და მეორეც უნდა იცოდეს, საქართველოს არ იბრძოლებს ამერიკის ხალხს რუსების წინააღმდეგ და საქართველოს არ იბრძოლებს რუსეთთან ერთად ამერიკის წინააღმდეგ. და თქვენ ფიქრობთ ეს შეიძლება იყოს მისაღები ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ან რუსეთისთვის?
თუ იგი ხედავს მე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვაშინგტონში უშიშროების საბჭოშიც ვარ დასაუბრები ძალიან მაღალ დონეზე სხვა სერიოზულ დაწესებულებებს მსოფლიო ბანკის მთავარ ოფისშიც სავალუტო ფონდის მთავარ ოფისში სამინისტროებში და ასე შემდეგ ყველგან ძალიან კარგად ვიცი გავლილი მაქვს იქ ძალიან სერიოზული გადასახადებში და ასეთ რა ინვესტიციებში უზარმაზარი სკოლა ბალტიმორის პორტში გავლილი მაქვს ყველა ოპერაცია რაც კი კეთდება უზარმაზარი ამიტომ მე ლაპარაკობ იმას რაც არის და ლაპარაკობ ამას იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცი ამერიკაც ხო შენ რაკი ორივე სჭირდები მათთვის მთავარი გარანტია იქნება ის რომ შენ არ იქნები მათ წინააღმდეგი და ერთმანეთში თვითონ გასწორდნენ ნახეთ აი მაგიტოს ამბობ რამ კითხოთ მათთვის ხელსაყრელი ერთმანეთში თვითონ გასწორდნენ მათთვის ხო ხელსაყრელია შენ ხარჯზე გასწორდნენ მოდით ასე გავაკეთე შენ ხარჯზე თუ შენ უთქვინო ხარ კი ნახეთ რას აკეთებს ინდოეთი ანუ ეს არის თანაზომადი გლობალური სამხრეთის ლიდერი ქვეყანა რომელიც ძალიან მჭიდროდ არის რუსებთან დაკავშირებული იგივე თავდაცვის სფეროში და ასევე მჭიდროდ არის ამერიკელებთან დაკავშირებული რაც ამბობს ძალიან ჭკვიანი ხალხი ძალიან ჭკვიანი მისი პირველი პირი რომ ჩვენ თანაშრომლობთ თქვენთან მაგრამ თქვენს კონფლიქტში ჩვენ არ ჩავერევით ეს არის გლობალური სამხრეთის ყველაზე იდეალური პოზიცია რომელიც მათ საშუალებას აძლევს გლობალურ პოლიტიკაზე იმოქმედონ ძალიან დიდი დოზით ამერიკელებმა იციან რომ გლობალურ სამხრეთს ვერ მიიმხრობენ რუსეთის წინააღმდეგ ვერ მიიმხრეს აგდეთ თუ გინდა 9 მაისი აიღეთ ხო ნახეთ ამერიკულ პრესაში როგორი გამოხმაურება ქონდა ამას ძალიან დიდი ხო ახალი მოკავშირეები ახალი ეკონომიკური პარტნიორები გაიჩინა რუსეთმა ამით შენ რაკი შენ მხოლოდ იმიტომ შეგიძლია ამ ფუნქციის გაკეთება რომ შენ ორივე ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებში ხარ შენ ჭირდები ერთსაც და მეორესაც მაგრამ თუ ისინი ხედავენ რომ შენ ავტორიტეტული პოლიტიკური ლიდერი ხარ ცხადი ისინი შენთან საერთო ენას მონახავენ ხას უსვამ ერთ თავარ ხასიათს ამერიკელებისა ეს ხალხი არის ხალხი რომელსაც თვითონ შექმნა თავისი თავი self-made man ხო როდესაც უშიშროებით საბჭოში ვიყავით მე ვთხარი მე თვითონ ვარ self-made man მე თქვენთან არაფერი არ მაქვს მოსარიდებელი ამიტომ 2 საათი ვესაუბრე უზარმაზარი თანამდებობები ძალიან ცნობილი ხალხი იყო ჩემთან ერთად ქართველები აღარ ჩამოვთვლი ახლა ერთადერთი რასაც ამერიკელები ცემენ პატივს ეს არის პიროვნება თუ შენ მათ ფულზე გამოკიდებული უსახო ადამიანი ხარ ამერიკელები პატივს არასდროს არ გცემენ არც არავინ არ გცემს პატივს და ქართველებმა კარგად უნდა იცოდეს რატომ არ ცემენ საქართველოს ხელისუფლებას პატივს არც ევროპაში არც ამერიკაში ზოგადად პოლიტიკურ კლასს მე ასე ვიტყოდი ზოგადად ბოლო 32 შევარდნაძე ვითომ დიდი პოლიტიკოსი არავითარი დიდი პოლიტიკოსი სამწუხაროდ არ იყო ის იყო პროექტი რომელიც მან საქართველოს ჩაგდების ხარჯზე შეასრულა ბატონო ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ ჩვენი პირველი ნაწილის დრო ამოიწურა ჩვენ რეკლამის გამო მცირე ხნით დავამშვიდობთ ერთმანეთზე დაგებრუნდებით მეორე სტუმართან ერთად დაგველოდეთ